ლამის 1 საუკუნის წინ კალიფორნიაში ერთი ობიექტით დაწყებული კვების ბიზნესი, რომელმაც წლებთან ერთად ყველა ქვეყნის მოსახლეობის რეცეპტორები და გულები დაიპყრო, ბოლო 6-10 წლეულის განმავლობაში შეუჩერებლად იზრდება. მეტიც, მაკდონალდსმა მოახერხა და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწრაფი კვების ქსელი გახდა, რომელსაც ობიექტი თითქმის მთელს მსოფლიოში აქვს. თუმცა მაკდონალდს გამორჩეულად დატვირთული მოთხოვნადი ბაზრებიც აქვს. დიდ ქვეყნებს შორის გასაკვირი არაა, რომ პირველი მისი მშობლიური შტატებია. აქ თითოეულ მილიონ მოსახლეზე 38.6 რესტორანი მოდის. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, მაკაუს და კარიბის ზღვის კუნძულებს ჩამოუვარდება. კომპანიამ სამხრეთ აზიის ბაზრებზე მეტად წარმატებულად აშკარად აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე შეაღწია. ამის მაგალითად აზიის ორი გიგანტის, ჩინეთისა და ინდოეთის შედარებაც საკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის მოსახლეობა 1.4 აღემატება, ჩინეთში თითოეულ მილიონ მოქალაქეზე მაკდონალდსის თითქმის 5 ობიექტი მოდის. ეს მაჩვენებელი ინდოეთის 0.5-ს 10-ჯერ აღემატება. ანალოგიური სხვაობა ჩანს შედარებით მცირე მეზობელ ქვეყნებშიც. იაპონია მსოფლიოში მესამე ადგილზეა მაკდონალდსის ობიექტების რაოდენობით და თითოეულ მილიონ მოსახლეზე 24.1 რესტორანი აქვს. ხოლო პაკისტანი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა, მხოლოდ 0.3. მიუხედავად იმისა, რომ მაკდონალდსმა ევრაზიასა და ამერიკაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი კომპანიის გაფართოების მთავარ მიმართულებად რჩება. მაგალითად, აფრიკის ყველაზე დიდ ქვეყანას ეგვიპტეს მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 1.6 ობიექტი აქვს, რაც მაროკოს და სამხრეთ აფრიკას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ახლო აღმოსავლეთში კი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყატარს 27.6 და ისრაელს 23.1 აქვს. ხოლო ქუვეითში რეგიონის ყველაზე დიდი ობიექტი მდებარეობს. საქართველოს არ უნდა გამოგრჩეს და ჩვენს ქვეყანაში ახლახანს მაკდონალდსის 22-ე ობიექტი გაიხსნა. თუ საქართველოს მოსახლეობას გავიხსენებთ, რომელიც 3.704.500 ადამიანს შეადგენს, გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეულ მილიონ მოსახლეზე მაკდონალდსის 7.6 რესტორანია.